ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გაფიცვას იწყებს დაკავებული სტუდენტების მხარდასაჭერად სტუდენტური მოძრაობა მოუწოდებს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსა და ლექტორებსაც შეუერთდნენ მათ პროტესტს. უკვე ღიად გამოხატა მხარდაჭერა სამედიცინო უნივერსიტეტმა, სტუდენტები იქიდან მსვლელობით მივლენ ილიას უნივერსიტეტამდე, საიდანაც დაიძრება მარში რუსთაველის გამზირისკენ. ამ ფორმით ახალგაზრდები აპროტესტებენ 12 დღიანი პატიმრობის შეფარდება სტუდენტებისთვის ოცნების დეპუტატის მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, რომელმაც ახალგაზრდების შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა ანტირუსული შეძახილების გამო. ნანო ჩაკვეტაძე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იქიდან შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ნანო, როგორია ახლა მანდ ვითარება? დიახ, უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის ეპიცენტრში ისევ უმაღლესი სასწავლებლები და სტუდენტები არიან. უკვე დღეს დილიდან საზოგადოების ყურადღების ფოკუსში კი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი, სადაც უკვე რამდენიმე საათია რაც იკრიბებიან სტუდენტები, ლექტორები, რომლებიც პროტესტის ნიშნად უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლასა და სასწავლო პროცესის ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელებაზე. ისინი მოითხოვენ უკანონოდ დატყვევებული აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მეგობრების, თანამებრძოლების, სტუდენტების გათავისუფლებას. თათია აფრამიაშვილის, ლიკა ლორთქიფანიძის, ლუკა ნაცვლიშვილის, შეგახსენებთ, რომ თათია აფრამიაშვილი და ლიკა ლორთქიფანიძე სწორედ მარიამ ლაშხთან მომხდარი ინციდენტის გამო მისი საჩივრის საფუძველზე დააკავეს 12 დღით, ხოლო ლუკა ნაცვლიშვილი ბათუმში დამოუკიდებლობის დღეს, როცა ის უბრალოდ საპროტესტო აქციაზე იდგა. ამ წუთებში ვითარება აქ ასეთია, როგორც კადრში ადევნებთ თვალს, იკრიბებიან ნელ-ნელა პროფესორები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, იკრიბებიან სტუდენტები, მათ შორის არა მარტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გიჩვენებთ ბანერებს, ახალგაზრდები თავისი ხელით ამზადებენ ანტირუსულ წარწერებს, რომლებსაც გამოფენენ მას შემდეგ, რაც დაიწყება საპროტესტო აქცია. გაიფიცე, ვითხოვთ სტუდენტების გათავისუფლებას, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია არის სწორედ ის შეძახილი, რომელიც გვახსოვს, რომ სწორედ ამის გამო შემდეგ უკვე უჩივლეს თათიასა და ლიკა ლორთქიფანიძეს და გაუშვეს ისინი მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 12 დღით ციხეში. გავესაუბრები სტუდენტს, რომელიც ამზადეს ამ ბანერს. მარიამ, გამარჯობა. მოგვიყევი ჯერ შენს ბანერზე პირველ რიგში, რა არის შენი მოთხოვნა, რა ასწერა აქ და რა თქმა უნდა, რა იქნება მთავარი გზავნილება დღევანდელი საპროტესტო აქციის? დღევანდელი დღე კიდევ ერთი სოლიდარობის აქტი არის და ჩვენი პროტესტის გამოხატულობა იმ სახელმწიფოს მიმართ, იმ რეჟიმის მიმართ, რომელსაც ეს ეგრეთ წოდებული მთავრობა გვახოს თავს, მთავრობა, რომელიც ატყვევებს ჩვენს თანაკურსელებს, ჩვენს მეგობრებს სრულად უკანონოდ, სრულად უსამართლოდ და ამიტომ დღევანდელი გაფიცვით კიდევ ერთხელ გამოდივართ აუდიტორიებიდან, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი უსამართლობის ფონზე უბრალოდ გავაგრძელოთ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვეულებრივად ცხოვრება. და ხო, კიდევ ამიტომ ვითხოვთ გაფიცვას ერთი დღით, ვითხოვთ სტუდენტების გათავისუფლებას. ეს არის მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება, სანამ ყოველი ტყვა იქნება სტუდენტი, თუ არ იქნება სტუდენტი არ განთავისუფლდება. და ხო, ეს არის კიდევ ერთი დასტური ჩვენი პროტესტის და აზრის დაფიქსირება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბრებით. ანი ფრიდონაშვილია ჩვენთან ერთად. ანი, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ბრძოლის გაგრძელება, როგორც მივხვდი, ახლა ირჩევთ გაფიცვის ფორმას. თქვენ აქამდეც მიმართავდით პრინციპში ბრძოლის ამ ფორმას, გითხარით ამ ფონზე, როცა კომპრომისებს ვერ ვხედავთ ვერანაირ რეჟიმისგან, არამედ პირიქით, უფრო მეტი დრაკონული კანონი შედის ძალაში, უფრო მეტ ადამიანს აკავებენ უკანონოდ. ამ ფონზე როგორ ხედავთ იმას, რომ მიაღწიოთ საწადელზე პირველ რიგში ამ მოთხოვნებს, რომ გათავისუფლდნენ სტუდენტები? ფაქტი ერთია, რეჟიმი ამჩნევს, რომ არ უშინდებით მას, იმიტომ რომ თავიდან იყო რეპრესიები, ჯარიმებით, იყო 10,000, 2,000, ბოლოს 5,000 ლარამდე ავიდა და უკვე რომ მივხვდა, რომ სტუდენტები დაყადაღებულები იყვნენ, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ რუსთაველზე დგომას და მაინც აგრძელებდნენ თავიანთ უნივერსიტეტებში პროტესტს. მივხვდა, რომ უბრალოდ ჯარიმები და ყადაღა აღარ აჩერებდა და გადაწყვიტეს, რომ ასე უბრალოდ ფრაზის გამო, რომელიც წესით საქართველოში უნდა ისმოდეს, რაც შეიძლება ხმამაღლა და საქართველოში უნდა ისმოდეს ყველაზე ხმამაღლა ალბათ, ოკუპირებულ ქვეყანაში რუსეთის მიერ, იჭერს სტუდენტებს 12 დღის განმავლობაში. ეს სხვა არაფერი არის თუ არა გამოხატულება თუ როგორ ეშინია რეჟიმ სტუდენტების, როგორ ეშინია ახალგაზრდების, მას შესაძლოა 65-მდე პატიმარი ყავს ქვეყანას. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ ჩუმად ვისხდეთ აუდიტორიებში, არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ გავაგრძელოთ ლექციების მოსმენა და არ მივცეთ ჩვენს მეგობრებს, სტუდენტებს და უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც ციხეში ახლა უაზროდ არიან, გააგრძელონ თავიანთი თავისუფლების აღკვეთა და არ იყვნენ გარეთ ჩვენთან ერთად, რათა ერთად დავიბრუნოთ ქვეყანა.
დიდი მადლობა თქვენს დაგესვამთ შეკითხვას თუ შეიძლება პროფესორებსაც მიმართავთ რომ გამოვიდნენ სტუდენტები ვიცით რომ ყოველთვის არიან ამ ბრძოლაში წინა ხაზზე მაგრამ რატომ არის მნიშვნელოვანი რომ მიუხედავად იმისა რომ თქვენ დღეს აცდენთ ფაქტობრივად ერთ დღეს ეს გაპატიონ და არა თუ მხოლოდ გაპატიონ არამედ გამოვიდნენ თქვენი პროფესორები ლექტორები და დადგნენ თქვენ გვერდით კი ბეტონო უნივერსიტეტს რომელსაც ამჟამად ყავს ორი პოლიტპატიმარი მათ შორის პირველ კურსელი სტუდენტები ლიკა და ლუკა არ შეუძლიათ ჩვეულებრივად გააგრძელოს ფუნქციონირება ეს არის ყველაზე მცირედი რის გაკეთებაც ჩვენ ახლა შეგვიძლია სტუდენტები აცდენენ დღეს მათ აქვს ჩანიშნული გამოცდები თუმცა არ შედიან ამ გამოცდებზე და ამიტომაა ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესორების მხარდაჭერა ეს ახალი რეპრესიული ტალღა რომელიც სტუდენტების მიმართ არის ესე მიზანმიმართულად მომართული არ შეიძლება რომ ჩაიაროს უკვალოდ იმიტომ რომ როცა იზრდება რეპრესიები, ფორმულა ძალიან მარტივია, რომ უნდა გაიზარდოს წინააღმდეგობაც. შესაბამისად, მადლობა იმ ლექტორებს, რომლებიც უკვე დააფიქსირეს თავიანთი აზრი, მათ გითხრეს, რომ შემოგვიერთდებიან და ჩვენთან ერთად გააგრძელებენ ბრძოლას და ნელ-ნელა ვიწყებთ როგორც სტუდენტები, ისევე ლექტორების შეკრებას. კი ბატონო, დიდი მადლობა 5:30-ზე მსვლელობით მარშით სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სამედიცინო უნივერსიტეტიდან დაიძრებიან სტუდენტები, ისინი მოვლენ სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან და შემდეგ უკვე შეკრებილი ახალგაზრდების სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან მსვლელობით ისევ მარშით გაემართებიან ტრადიციულად რუსთაველის გამზირისკენ დღესაც ეს იქნება შეკრების მთავარი ადგილი მცირე მიმართვა რომელიც ჩვენ სტუდენტებმა გამოგვიგზავნეს შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში მედიცინის სტუდენტები ვაანონსებთ დღეს მარშს 5:30-ზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან შეუერთდებით ილიაონის გაფიცულ სტუდენტებს მზადება გრძელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან დილიდან აქ ლექტორები, სტუდენტები, მათ შორის არა მარტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, არამედ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან იკრიბებიან, სწორედ ეს არის შეკრების ადგილი დღეს დილიდან, ხოლო უკვე როგორც გითხარით 5:30-ისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მათ უნივერსიტეტთან დაიწყებენ შეკრებას, ვითარება ადგილზე ასეთია, ახალგაზრდები არიან მობილიზებულები, ლექტორებიც მათ შორის პროფესორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ამზადებენ ბანერებს საკუთარი ხელით, ეს ბანერების ნაწილი პრინციპში უკვე გამოფენილია უნივერსიტეტთან არალეგიტიმური მთავრობა. უნდა გადადგეს ცეცხლი ოლიგარქიას ძირს რუსეთის დამპალი იმპერია. ეს არის ის ძირითადი გზავნილები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ. ისინი რასაკვირველია პირველ რიგში მოითხოვენ უკანონო დატყვევებული თანამებრძოლების გათავისუფლებას.